ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ მთვარის კალენდარს, როგორც სასოფლო-სამეურნეო მიმართულების კუთხით, ასევე სილამაზის თვალსაზრისით. შესაბამისად, დღეს მე მინდა თქვენ გაგიზიაროთ კონკრეტულად ივლისის თვის სილამაზის კალენდარი, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი ცხოვრება უფრო მეტად ზუსტად და კარგი ფაქტორით წარმართოთ, ხო? როდის არის საჭირო თმის შეჭრის მდგომარეობა, როდის არის ნებისმიერი სახის პროცედურის ჩატარება. აი ამ ყველაფერ ინფორმაციას დღეს დეტალურად გაგაცნობთ. იმისთვის კი სანამ კონკრეტულად მე დავიწყებ თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებას, თხოვნა იქნება რომ ასე ვთქვათ, თქვენი მხრიდან იყოს დაბალანსება და ერთგვარი წახალისება ჩემთვის, გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ, გადააზიაროთ ვიდეო სრულისამებრ, რომ მოხდეს ერთგვარი ბალანსირებაც და მადლიერების დაფიქსირება თქვენი მხრიდან იმისთვის, რასაც ვაკეთებ და რა ინფორმაციასაც გაცვლით. შესაბამისად დავიწყოთ. ზოგადად არსებული ასე ვთქვათ პერიოდში ყველა დღეს აქვს თავისი მნიშვნელობა, თავისი ენერგეტიკა და შესაბამისად საჭირო არის, რომ სწორად გადავანაწილოთ ეს ყველაფერი. მაშინ სადამე დავიწყოთ. იმისთვის, რომ თქვენი თმები უკეთესად გაიზარდოს, რეკომენდირებული არის, რომ 15 ივლისიდან 28 ივლისამდე მოხდეს თმის შეჭრა. მათ ვისაც გინდათ, რომ უკეთესი მდგომარეობა გქონდეთ. ხშირად არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც თმა რატომღაც არ იზრდება სწრაფად, ხო? ანუ ეს კონკრეტული პერიოდი 15 ივლისიდან 28 ივლისამდე შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ თქვენი თმები უფრო მეტად ჯანსაღი გახდეს, უფრო მეტად ადვილად გაიზარდოს და უფრო მეტად კარგი იყოს. ეს არის კონკრეტული პერიოდი. იმისთვის, რომ ფორმა ასე ვთქვათ შეინარჩუნოთ, შეგიძლიათ შეიჭრათ 1 ივლისიდან 13 ივლისამდე და ასევე 30-31 ივლისის პერიოდში, რომ თმებმა შეინარჩუნოს ფორმა, იყოს იმ მოცულობით, იმ მდგომარეობით, რომელიც კარგი არის და პოზიტიური არის თქვენთვის, ხო, ესეც რომ გათვალისწინებული გქონდეთ. ასევე კონკრეტულად თუ გინდათ, რომ თქვენ ასე ვთქვათ გაიკეთოთ პროცედურები კონკრეტულად ეს იქნება კონკრეტულად ეპილაციის თემა, დეპილაციის სიტუაციები, ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟი იქნება თუ ნებისმიერი მსგავსი მიმართულებით, რაც არის პროცედურები, შეგიძლიათ ანალოგიურად გააკეთოთ 1 ივლისიდან 13 ივლისამდე და რა თქმა უნდა 30-31 ივლისს. ანუ ეს პერიოდი საკმაოდ კარგად იმუშავებს არსებული პროცესები და პროცედურები საკმაოდ კარგი იქნება. კონკრეტულად 14 და 29 ივლისი არ არის რეკომენდირებული არანაირი სახის პროცედურის ჩატარება, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე დღეები არის და ენერგეტიკულად მაინც და მაინც კარგი პერიოდი არ არის. შესაბამისად, ასევე ასე ვთქვათ 2 რიცხვიდან 6 რიცხვამდე ივლისს გულისხმობდა 30-31 ივლისად შეგიძლიათ რომ ასე ვთქვათ გააკეთოთ ცვლილება საკუთარი იმიჯის, თუ კი რაიმე სახის ცვლილება გინდათ. შეიძლება იყოს ეს თმები, ეს შეღების მდგომარეობა ქალბატონების შემთხვევაში, შეიძლება იყოს თმის შეჭრის მდგომარეობა იმისთვის, რომ რაღაცა სხვანაირი ფორმა მისცეთ ან გამბედაობის თემა გქონდეს. აქ უკვე შეზღუდული არ ხართ, უბრალოდ კარგი პერიოდი არის ეს ყველაფერი, რომ ჩაატაროთ ცვლილება იმიჯის კუთხით. შეიძლება იყოს ვარცხნილობის შეცვლა, შეიძლება იყოს საკუთარი ტანსაცმლის დიზაინის შეცვლა, ხომ მიმართულების შეცვლა. ეს ყველაფერი კონკრეტულად შეგიძლიათ გააკეთოთ არსებულ პერიოდში. ასევე კონკრეტულად თქვენთვის იმისთვის, რომ შეიძლება ერთგვარი მოხდეს ცდუნების პერიოდები, ყველა ცხოვრებაში გვაქვს ხოლმე ეს პერიოდები, როდესაც რაღაცის ცვლილება გვინდათ, აი ზუსტად ეს პერიოდი იქნება თქვენთვის 7-დან 7-8 რიცხვის მდგომარეობაში, რომ რაღაცის ცვლილება შეიძლება მოგიდეს, ან თმების შეჭრა, ან თმების შეღება ქალბატონების შემთხვევაში, რაიმე პროცედურის ჩატარება საკუთარ თავში, რაიმე ცვლილება არავითარ შემთხვევაში არ გააკეთო არანაირი სახის ქმედება, რადგან ეს არის მაცდუნებელი დღეების მდგომარეობა, რაც საკმაოდ შეიძლება ნეგატიურად აისახოს თქვენთვის, თუ კი ამ ქმედებას განახორციელებთ. ასე ვთქვათ, ნებისმიერი კარგი ნებისმიერი პროცედურებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდი არის ასევე 9-10 ივლისი და 19-21 ივლისი. ანუ ასეთ საკმაოდ კარგი პერიოდი არის, თუ კი რაიმეს განხორციელება გინდათ სიტუაციური კუთხით თუ შევხედავთ, ხო? ასევე 17 და 18 ივლისს კარგი პერიოდი არის სამკურნალო პროცედურებისთვის, ნებისმიერი სამედიცინო ჩართულობის კუთხით იქნება სილამაზის მიმართულებით თუ ნებისმიერი კუთხით. კონკრეტულად 22-23 ივლისს საკმაოდ კარგი პერიოდი არის, რომ თქვენ თუ გინდათ რაიმე სახის ნეგატივისგან განთავისუფლება, უარყოფითი ენერგიებისგან, სიმბოლურად თქვენი თმის ბოლოები მოიჭრათ, რომ განთავისუფლეთ ზედმეტი უარყოფითი ენერგიებისაგან, ესეც ერთგვარი სიმბოლიზმი არის და მუშა პრაქტიკა არის, შეიძლება ითქვას. გესურვებ წარმატებას, ნახვამდის.